2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებისას ჯგუფურ მოქმედებაში მშავრდებული 11 პირის პროცესი 20 იანვრისთვის გადაიტო. პროცესის გადადების მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის გური მირცხულავას და მისი ადვოკატის ომარ ფურცელაძეს გამოუცხადებლობა გახდა. ადვოკატებმა დარბაზის ცვლილებაც მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ მშავრდებულებს არაადამიანურ პირობებში უწევთ ყოფნა. მათი განმარტებით არ აქვთ დაჯდომის საშუალება და საათობით ფეხზე დგომა არაადამიანური მოპყრობის ტოლფასია. დღეს მხარეებს შესავალი სიტყვები უნდა ეთქვათ. სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის 2 წლიანი პატიმრობის განაჩენს ორივე მხარე ასაჩივრებს. პროკურატურა პირვანდელ კვალიფიკაციას და სასჯელის დამძიმებას დაცვის მხარე კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს. დაცვის მხარე განაგრძობს იმის დამტკიცებას ეფექტურად, რომ ამ ბიჭებს საერთოდ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ ბრალდების მხარემ დღესაც ვერ წარმოადგინა ჩვენი კითხვის დასმის შემდგომ მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა ჯგუფურობას და დღესაც არ მოუტანიათ ეს მტკიცებულება, როდესაც პირველ ინსტანციაში აყრდნობდნენ ამ მტკიცებულებას, რომ ეს უნდა ყოფილიყო, რაც შეეხება მდგომარეობას ბრალდებულები იმყოფებოდნენ ისეთ პირობებში, რომ ელემენტარულად დაჯდომაც კი არ შეეძლოთ. სასამართლოს ჩვენ ეს შუამდგომლობა დავაყენეთ და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სამართლომ განაცხადა, რომ ამ პრობლემას აღმოფხვრიდა. მე ვარ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი. დღეს იყო სასამართლო პროცესი, პირველი სასამართლო პროცესი. გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო ბრალდებული და არ იყო მისი დამცველი ინტერესების დამცველი ადვოკატი, ამიტომ მოხდა დღეს სასამართლო პროცესის გადადება. ჩვენ ვითხოვეთ, რომ შემდეგ სასამართლო პროცესი, როცა დანიშნულია სასამართლო პროცესი, გამოიძებნოს ისეთი პირობები, რომ ბრალდებულებმა იგრძნონ თავისუფლად და ჩვენს ადვოკატებს კომუნიკაცია გქონდეთ მასთან, იმიტომ რომ ხომ არ შეიძლება ეხლა კილომეტრზე გყავდეს ბრალდებული, შესაძლებელია ან ბრალდებულში უნდოდეს რაიმე სიტყვის ხმა, ან ჩვენ გვიდოდეს მათთან კომუნიკაცია და ეს არის შეუძლებელი დღევანდელ სასამართლო პროცესზე და ალბათ იმედია სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს.